მზად ხართ რომ რაღაც ახალი ცხოვრება დაიწყოს ადამიანმა, თითქოს ძალიან ბევრი რამ გააკეთა მიწერ დონეზე ამისთვის, რომ შემოვიდეს მის ცხოვრებაში რაღაცა სიახლე, რომელიც ბედის წერისგან არის განსაზღვრული. ადამიანი აქ ნამდვილად უსმენდა სამყაროს. კრიზისული ემოციებიდან გამოსვლის ეტაპი არის, სადაც თვლის ადამიანი, რომ მან რაღაცა გაკვეთილეობრივი მდგომარეობა გარკვეულწილად ჩააბარა, გაიარა და მის ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს ბედის წერით რაღაცა ისეთი, რაც მის ცხოვრებას ახალ სიცოცხლეს შესცენს. ამგედ ვიღაცა კიდევ ელოდება, ვინც აი ამ მდგომარეობაში ჩააგდო და დღეს ასეთი გაზრდილია იმ ადამიანისაგან რაღაცა შეტყობინებას, თითქოს გრძნობს, ხვდები, რომ წესით და რიგით ეს ადამიანი უნდა გამოვიდეს კონტაქტზე შენთან, უნდა გრძნობდი ამას, მაგრამ არაფერი ძრა არ არის და ფიქრობ რა ხდება ჩემს ემოციებში, ნუ თუ ვწდები, თუ როგორ რა ხდება, რა სიტუაცია, რატო გრძნობ და არ მოდის, აი ესეთი რაღაცა. მაგრამ ამას გეუბნებათ თქვენი შეგრძნება, მაგრამ ემოცია გეუბნებათ იმას, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ისა გონება გეუბნებათ იმას, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. გამიგეთ და შენ უნდა წახვიდე ახალ გზაზე განახლებული. თუ იცანით თქვენი სიტუაცია დარჩით გაშლაზე. ნახოთ რა გელოდებათ, ნახოთ რა იქნება. ნახოთ რა იქნება ბედის წერისგან, რა იქნება შენს ცხოვრებაში. მოდი იცი როგორ ვნახავ ახლა. რას ამზადებს სივრცე შენთვის, რას ამზადებს სივრცე და რა აყოვნებს ამის შემოსვლას, რა აყოვნებს, რატო არ შემოდის ეს, რასაც ამზადებს სივრცე. ჯერ ვნახოთ რა აყოვნებს. ჩემო ძვირფასებო, არა მე იცი რას გეკითხებით, თქვენს ცხოვრებაში სივრცე ამზადებს
კაცს, რომელიც მოვა თქვენთან დაოჯახების მიზნით. პირდაპირ ადამიანს ამზადებს მამაკაცს, რომელიც არის ცოტა ჯიუტი, თავის თავში დარწმუნებული, თავის საქმე აქვს, იცის რა უნდა და ახალგაზრდა სხვათა შორის ვერ ვიტყვი, ან ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდულად გამოიყურება და ეს ადამიანი მოდის თქვენთან სიყვარულისთვის და თანაცხოვრებისთვის. ასევე ხო, კი, უბრალოდ თქვენ ახლა საერთოდ ვერაფერს ვერ ფიქრობთ, ახლა იმას რო ისმენთ, ფიქრობთ ალბათ ეს გოგორებს ბჟუტურობს რა ისა, იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ რომ ბაიბურში არ ახართ, რო ფიქრობთ რომ რა იქნება, ani უკან რა იყო, უკნიდან აწმყოში რა იქნება, თქვენი მსჯელობის საფუძველზე არანაირი ლოგიკური აზრი არ გაქვთ, რა შეიძლება იყოს. ვერც ახალ პერსპექტივას ვერ ხედავთ, მაგრამ აქ შეჩერება არის ამ ურთიერთობაში? მოიცა ეს ძველია? არა. ვიღაცისთვის ძველი პარტნიორი შემოდის განახლებული, ეს იქნება ალბათ 20%-ისთვის, 80%-ისთვის ეს ადამიანი როგორი რაღაცა, იცი, თვითონ როგორც ასეთი წარმოდგენა აქვს თქვენზე ვინ ხართ, მაგრამ რაღაცა შეხვედრა და ასე შემდეგ აქ არ ჩანს, ესეთი ადამიანი შემოდის. ოღონდ როგორი თემა არის შენ ამ სიტუაციიდან რაშიც იმყოფები? მარტო უნდა ადგე და გამოხვიდე, გამიგე? რა უშლის ამის შემოსვლას ხელს? შენი გაკვეთილეობრივი მდგომარეობა, მენტალურ დონეზე ხარ დაგდებული და ვერ დგები. ვერ გამოდიხარ. თითქოს კი აქ მაჩვენებენ რომ მიწიერ დონეზე შენ უკვე ელოდები შემოგიდეს, მაგრამ შენ აქ ხარ მენტალურ დონეზე მხოლოდ ტკივილზე ორიენტირებული და აქედან გამომდინარე ეს ტკივილი გაგდებს და ვერ დგები, ვერ გამოდიხარ ამ ტკივილიდან. ეს უშლის, წარსული ემოციები უშლის და ამ წარსული ემოციების გახსენება, ამ ადამიანის ვიღაცასთან განახლებას, ვიღაცასთან ახლის შემოსვლას ხელს თქვენს ცხოვრებაში. ეს გაკვეთილი გაქვს გასავლელი. იცით რა მინდა ვკითხო? ჩვენ საოცარ ინსტრუმენტ ტაროს რა დაეხმარება ამ ადამიანს, რა დაეხმარება? ამ მეოთხედან გამოსვლაში. იცი რა თქვენ გენატრევათ ის ადამიანი, იხსენებთ რაღაცა სასიყვარულო, რაღაცა თემებს და ელოდებით განახლებას, ის ურთიერთობა. წარსულის ეთყობა ძალიან ძვირფასი იყო თქვენთვის, რომელიც ახლა წარსულად არის წოდებული და ამან ციკლურად იყო ეთყობა, შერიგდებოდით და შორდებოდით, ალბათ 1 წელი მინიმუმ იყო ეგ ურთიერთობა, რაშიც იყავით და თქვენ ბოდიშით თქვენ ფიქრობთ, რომ მოვა ეს ადამიანი გამოჩნდება ისევე, გაიგეთ? როდესაც რა დაგეხმარება?
რა დაგეხმარება ჩემო ძვირფასო და ანუ ვიცი შეიძლება ეხა გულით ტკიოდეს, მაგრამ რადიკალური გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რომ ამ ეს ურთიერთობა დასრულდა და მზად ხარ სიყვარულისთვის, მზად ხარ სიყვარულისთვის. აი ეს დაგეხმარება ამ დაგდებული მდგომარეობიდან გამოსვლაში და შემდეგ რა შემოდის ამ ადამიანის ცხოვრებაში. რა არის მიწიერ დონეზე აი ეს მძიმე მდგომარეობა, რასაც დაატარებდი. ამ დროს ულამაზესი ქალბატონი და ის სიმძიმე, ემოციური სიმძიმე, რომელიც შენი რეალობა იყო, თავრდება. შემოდის აი ზუსტად ის ახალი შანსი, რასაც ელოდები მიწიერ დონეზე. თავრდება კარმა, გამიგე? ნახე, კარმულ თემაში ხარ აქ ადამიანი. აი ფიქრებით ხანდახან ისეთ მდგომარეობაში ხარ, რომ ფიქრობ, რომ არ გავგიჟდეო, ამას ვერავინ ვერ ხედავს ჩემო საყვარელო ადამიანო, შენს გარდა. აი შეიძლება მეგობართან იჯდე, აი აქ ასე შემიძლია ამარკანით ეს ვისაუბრო, შეიძლება მეგობართან იჯდე და შენ ფიქრებში უცებ ისეთი უბსკრული მოხდეს, გარედან არ გეტყობე, მაგრამ შეიძლება მთლიანად, აი როგორც გუდრონი გადაასხან ადამიანს, ისე გახდე წამიერად, აი ისეთ მდგომარეობაში ხარ. და ეს არის კარმა, აი იწვევი, ხო გეუბნები, მომენტალურად ისე ხარ იწვევი და თავდება ეს კარმა. ეს ემოცია იწვევს, გრძნობა იწვევს. ვერადექი, აი იმდენად ძვირფასი სიყვარული არ გიყვარდა ძალიან ის კაცი. ვერადექი ფეხზე, ვეღარ ადექი უბრალოდ. თითქოს ცდილობდი რაღაცა მომავალში წასულიყავი, გზა დაგეწყო, მაგრამ ვერადექი. ერთადერთი ახლა აქ რაც გამოგიყვანს, გააცნობიერო გონებრივად, გონების დონეზე გააცნობიერო, რომ დამთავრდა. ეს ადამიანი იყო შენთვის კარმული სული, რომელთანაც გასავლელი გქონდა შენ რაღაცა კონკრეტული გზა. ყველას ინდივიდუალური აქვს ეს გზა და იმან თავისი გასაკეთებელი გააკეთა, შენი ცხოვრება ამოატრიალა და ამ ამოტრიალების ფონზე შენში რა შეიცვალა მიწიერად, სულიერად, რა მოხდა, როგორი იყავი მანამდე, როგორი ხარ იმის ურთიერთობის შემდეგ, აი ეს მოგცემს პასუხებს. ან აგერ ჩვენი ტაროს ინსტრუმენტი. და ან ბედის მატრიცა. ან და დასრულდა. უბრალოდ ის მიწიერი გრძნობა, ემოცია, ნახე, ფანტომი დარჩა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ურთიერთობა მიჩვეული იყავი, რომ აღდგებოდა, გაჩერდებოდა, ერთ წელზე მეტი ურთიერთობა არის. და ისევ ქვეცნობიერად ელოდები, რომ ეს ურთიერთობა აღდგება, ეს დამთავრდა, დასრულდა. როცა ამას გააცნობიერებ, მერე შემოდის უკვე ახალი რეალობა შენს ცხოვრებაში. ჩემო საყვარელო ქალბატონებო, გიტოვებთ არხზე უდიდეს სიყვარულს, გისურვებთ ბედნიერებას და იცოდეთ, რომ ყველაფერი აუცილებლად ძალიან კარგად იქნება. გისურვებთ მზეს თქვენს სულში.